და კვლავ უბრუნდებით კოალიცია ქართული ოცნების აქციას, რომელიც რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. მთელი დღის განმავლობაში აქციაზე დასასწრებად კოლონები კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან მიემართებოდა, მათ შორის გურჯაანიდან, ყვარელიდან, ლაგოდეხიდან. კოლონები დაახლოებით რამდენიმე ათეული მანქანა დაიძრა. ასევე საგარეჯოდანაც, რომელსაც კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი მიუძღოდა წინ. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერები რამდენიმე წუთში უკვე ერეკლეს მოედანზე თელავში იქნებიან და მხარდამჭერებს იქედან მიმართავენ იმ ძირითად მესიჯებს და პრიორიტეტებს გააცნობენ, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაშია. Вообще არ გაჩერდე გაანე. ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი კოლონა გურჯაანიდან დაიძრა იმის გამო, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გამოთქვა სურვილი თელავში აქციაზე დასწრების. ადგილობრივი შტაბი იძულებული იყო, რომ კოლონა რამდენიმე მიმართულებით აზრულიყო, რათა საცობი არ წარმოქმნილიყო. ადგილობრივები ასევე საუბრობენ ხელშეშლის ფაქტებზეც თელავში, იქ სადაც კოალიცია ქართული ოცნების აქცია უნდა გაიმართოს. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში ჩავრთოთ უკვე აქცია, რომელიც თელავში, სადაც ბიზნევანიშვილი უკვე იმყოფება და რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს კადრები. იო ბიზნევანიშვილი შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავს სიტყვით. აქციაზე ლიდერების უმეტესობა უკვე იმყოფება, კოლონებიც მივიდა.
მცირე ტექნიკური ხარვეზია ჩვენ კვლავ დაუბრუნდებით თელავის მოედანს, სადაც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი უკვე იმყოფება და ძირითად პრიორიტეტებს გააცნობს იქ შეუძლებელ მხარდამჭერებს. მოგესალმებით, მამაცო და ღირსებით სავსე ხალხო, ღირსეულ ადამიანებო. მინდა მივესალმოთ თელავს, გურჯაანს, ახმეტას, ყვარელს, სიგნალს, ლაგოდებს, საგარეჯოს, დედოფლის სკაროს. მივესალმები აქ ცხოვრებ ქუჩებსა და ხევსურებს, ზესვა გაფრინდაულისა და ნადირა ხოშარაულის ღირსეულ მემკვიდრეებს. მივესალმები პარკის ელქისტებს, მრავალჭი გამავლება გამახავს. მივესალმები ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს, ყარაჯალელებს, იორ მუხანოვლებს, აბალელებს, ეფერეკვეს ერთგულ ნაუატაშ თამამავლებს. მივესალმები ჩვენ სომხებს, გამჯე და მეურნე ხალხს, საქართველოს პატრიოტებს. მივესალმები თელ საქართველოს. ძალიან მიყარხარ, ძალიან მეტიერი ვარ, რომ დღეს მეთან ვარ გაქრებო. საქართველოს გაუმარებ! გაუმარ! გაუმარ! დღეს მე მინდა წამყვანის როლში მოგევლინოთ. უფლებას მოცემენ გახელების სიამოვნებით მასპინძლის როლშიც მოგევლინებით. ეს ხო ჩემი სამშობლოა, ჩემი სამშობლოს საყვარელი ნაწილია. რატომაც არა. აი ესეთი გეგმა გვექნება ჩვენ. ცოტა დიდხანს მოგვიწევს ყოფნა დღეს იცოდეთ, ყველაზე დიდი გამოსვლა გვექნება, ყველაზე დიდი შეხვედრა გვექნება დღეს ესეთი გეგმა გაგვაჩნია. რამდენადაც არჩევნები ძალიან ახლოსაა, მე წარმოგიდგენ დღეს კახეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს, გაგაცნობთ ყველას კარგად. ამის შემდგომ თქვენ მოგესალმებიან თქვენი ძალიან საყვარელი ადამიანები. ინასთან არ გეტყვით, როდესაც დავასახელებ, მაშინ გაგაცნობთ. შემდგომ მე ჩემს ძირითად საქმეს გეტყვით და ბოლოში ვერა დაამთავრებს ქართული ოცნებით. აი ესეთი გეგმა გვექნება. მას დავიწყოთ. მარანა ბერიკაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატი. ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რეჟისორი, ყველასაკის საღარელი მსახიობის. ამდენი ისევები გონდეს ადამიანს და მაინც კიდევ რაღაცას ელოდები. და რა თქმა უნდა ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. ის გახლავთ ჩვენი ყველასათვის, მთელი საქართველოსათვის საყვარელი მსახიობის და განსაკუთრებით ახლებისათვის. არ ვიცი განსაკუთრებით თუ არა, მთელი საქართველოსათვის ძალიან საყვარელი მსახიობის გივი ბერიკაშვილის ქალიშვილი გახლავთ. ის გახლავთ თავის საქმის დიდი პროფესიონალი. ისთვის ყველა საქმის შეფარება შეიძლება. ყველაფერს გულისმიერებისა და პატიოსნებით ეკიდება ქალბატონი მანანა. გურჯაანელები უკეთეს ვერავის ვერ აირჩევენ. იცოდეთ, რომ ძალიან ძველი ქალბატონი ამავდროულად და ნებისმიერ ამბულაში შეუძლია მას იყოს კრეატიული და არაორდინალური. აუცილებლად გვჭირდება ეს მომავალ პარლამენტში და მე დარწმუნებული ვარ, რომ გურჯაანელები ხალხს დაუჭირენ ესეთ გისეულო კანდიდატს. ვესალმოთ ქალბატონ მანანას. ქალბატონებით ვიცრებ. შემდეგი გახლავთ ქალბატონი თინათინ ხილაშელი, საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი. გახლავთ განათლებით იურისტი, იგი ყველგანაა, სადაც უსამართლობასთან ბრძოლაა საჭირო. თქვენ კარგად გახსოვთ, რომ დასაწყისში თავისუფლების ინსტიტუტში უფლებადამცველი იყო და ძალიან ხშირად, ძალიან პრინციპული პოზიციები ეჭირა. ზოგიერთ საყვედურიც კი გააჩნია მის დამი მისი პრინციპულობისადმი, მაგრამ იცოდეთ და გარწმუნებთ ყველას. ის ყოველთვის სამართალს იცავდა. შესაძლებელია რაღაც ეტაპზე და რაღაცებში შეიძლება ყველასთვის მოსაწონი არ იყო, მაგრამ ის ჭეშმარიტად სახელმწიფოს მშენებლობაში იდგა და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებისთვის იბრძოდა. ის არის ძალიან პრინციპული, ძალიან მებრძოლი და საგარეჯოელებს ხავს ძალიან ძლიერი კანდიდატი. ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთი ძლიერი მომხდარი ქალბატონი გახავთ, რომელსაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება და ის აუცილებლად გაამაგრებელია საგარეჯოელებს. შემდეგი კანდიდატი გახავთ ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ლუკა ელდარ გურდანიძე.
საზოგადოებისათვის ძალიან კარგად იცნობს მას, როგორც სამშობლოზე უსაზღვროდ შეყარებულ და უსამართლობის წინააღმდეგ შეუპოვარ მებრძოლს. ჩვენი საამაყო მოჭიდავია, მრავალგზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორი გახლავთ. სპორტის დამსახურებული ოსტატი. წარმოშობით არის აფხაზეთიდან, მაგრამ ლაგოდეხელი ყავს დედა და ის მეორე მშობლიური კუთხეა. აქ მისი დედულეთია და კარგად იცის ამ რაიონის პრობლემები. ის აუცილებლად წინ გაუძღება ლაგოდეხელებს და აუცილებლად გამარჯვებასაც მიაღწევს ლაგოდეხის მაჯორიტარული კანდიდატის სახლში. სიგნაღის კანდიდატი გახლავთ გელა გელაშვილი. გელა გახლავთ ფინანსისტი. გელა არის კარგი ფინანსისტი, გამოსტილი ფინანსისტი გახლავთ. მან საბერძნეთიდან მოზიდული ინვესტიციების საშუალებით დაასა მცირე საწარმო, დაასახვა თანამემამულეები. ხელისუფლების არასწორი სამეწარმოო გარემოს გამო დასაქმებულთა რაოდენობა სულ მალე კატასტროფულად შემცირდა და დაგრინდა. აი ეს არის ტიპიური მაგალითი, როგორ ექცევა კერძო ბიზნესს და როგორ ექცევა საკუთრებას ჩვენი ხელისუფლება და როგორ დახმარების და აღორძინების სანაცვლოდ როგორ ახშობს მას. მაგრამ ეს კაცი არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი, მოვა ჩვენთან ერთად სიგნაღელებს წინ გაუძღება, აუცილებლად გაიმარჯვებს და თავის გამოცდილებას მომავალში მოახმარს საკუთარ სამშობლოს. ამავდროულად ის გახლავთ ფოლკლორის დიდი კომანდი, რომ იცოდეთ. ის სიგნაღელია წარმოშობით, ძალიან კარგად იცნობს თავის ადგილმდებარეობას, თავის მამულს, თავის კუთხეს, იცის ხინიც, გასაჭირიც თავის ენების, დაუწყობა თავის ხალხს და აუცილებლად მიიყვანს გამარჯვებამდე. დავით ქერხიშვილი, პარლის მაჟორიტარობის კანდიდატი. დავით ქერხიშვილი გახლავთ პარლის მაჟორიტარობის კანდიდატი. ისიც პროფესიით იურისტია. ძალიან პერსპექტიულია, რომ იცოდეთ. საქართველო! ძალიან მაგარი დამუხტულები ხართ, ეთქობა გუშინდელი დღის მერე მუხტი მოგემატათ. პროფესიით იურისტია გახსენებთ, კანადაში მუშაობდა, მას ბიზნესი ჰქონდა. როგორც კი შეუთვალეთ, დაუკავშირდით, მან კარგად იცოდა ინფორმაცია ჩვენი კოალიციის შესახებ. შეთავაზება მიიღო. ყველა მხრიდან უვლიდნენ მას, რომ ჩვენს გუნდში არ ჩამდგარიყო და როგორმე ჩვენი თანამებრძოლი არ გამختارიყო. მან პრინციპული პოზიცია დაიჭირა, ის იქნება ღირსეული კანდიდატი, ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა. ის ცნობილი სპორტსმენიცაა, რომ იცოდეთ. ძიუდოისტი, მრავალგზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებებში. პარლიდან არის წარმოშობით, ძალიან იცნობს თავის კუთხეს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საკუთარი კუთხე ააღორზინოს. ის იმდენად წესიერი ახალგაზრდაა, რომ მისმა კონკურენტმა ნაციონალური მაჟორიტარობის კანდიდატმაც კი ვერ დაფარა და მოახერხა მისი შექება. რომ იცოდეთ როგორი კაცია, რომ ამის საწინააღმდეგო მაინც ვერ მოახერხა ვერაფერი ვერ თქვა. დედოფლის წყაროს წარმოგიდგენთ ალექსანდრე თამაზაშვილი. ძალიან სიმპათიური, ძალიან საყვარელი ახალგაზრდა კაცი. ესეც პროფესიით იურისტი გახლავთ და თქვენ კარგად იცით, რომ პარლამენტს ძალიან ჭირდება იურისტები მომავალი საქმიანობისათვის. ის გახლავთ განათლებული და პერსპექტიული ახალგაზრდა. ის გახლავთ უკანონოდ დაპატიმრებული თამაზ თამაზაშვილის ვაჟი. თქვენ კარგად იცით, რომ იცით ირაკლი ყარიბაშვილი, კარგად იცით, რომ ის ჩემი გუნდის წევრია და ყველაზე ახლობელი წევრია და ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა ჩემი პოლიტიკაში შემოსვლის შემდგომ და პირველი ვინც დაზარალდა ეს გახლავთ თამაზ თამაზაშვილი. რამდენიმე დღეში ის აიყვანეს პატიმრობაში უსუსური მეთოდით, ცნობილი მეთოდით, რომ დაჟანგული ავტომატი ჩაუგდეს მანქანაში და დღესაც საპატიმროში იმყოფება. ჩვენ მოახერხებთ და ღირსებას დაუბრუნებთ მის ოჯახსაც და მთელს ქვეყანასაც. აუცილებლად დაგვაძლევთ სამართლიანობა.
წარმოგიდგენთ ზვიადაური ეს ხელი ვერ აკეთებს ეს უბრალოდ გასწავთ გამარჯვებისას როგორ გააკეთა ეს მინიშნებით ეს გახლავთ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენი და სამშობლოზე უზამოდ შეყვარებული კაცი ათენის ოლიმპიური ჩემპიონი მრავალგზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეგივრებასა და პრიზიორი იყო საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების გუნდის წვრთნელიც ახმეტელი კაცია და კარგად იცის ახმეტის პრობლემები ის გაუძღვება ახმეტელებს და აუცილებლად მიაღწევს გამარჯვებას და მე ვფიქრობ რომ ჩვენი გუნდის ძალიან ღირსეული წევრი გახლავთ გელა სამხელაური წარმოგიდგენთ თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი გახლავთ ძალიან მაგარი ხალხი წარმოგიდგინეთ აბა ნახეთ აბა შეხედეთ რა ხდება გელა გახლავთ ეკონომიკის ბიზნესისა და მარკეტინგის სპეციალისტი აქვს დიდი გამოცდილება აგრობიზნესი რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება და საბანკო საქმიანობაში დიდი გამოცდილება აქვს კარგად იცის მევენახეობა და მეგონეობის საქმეც წესიერებათა და პატიოსნებით ცნობილია თელავს რომ ეკადრება ისეთი კაცია სწორედ იცის თელავის ყველა პრობლემა და დასაჭირი და მე ვფიქრობ რომ თელაველებსაც ძალიან ღირსეული კანდიდატი ხავს ეხლა საერთოდ შევხედეთ მაჟორიტარობის კანდიდატებზე აბა შეხედეთ როგორი გუნდი წარმოადგენს ჩვენ კახეთის რეგიონში განა რომელიმეს მათგანს აკლია ღირსება რამდენი ღირსება აქვს თითოეულ მათგანს ესენი განსხვავებული პროფესიის არიან ყველანი რაც აქვს საერთო გააჩინიათ ეს არის წესიერება და პრინციპულობა აი ამის მიხედვით ავექიეთ ჩვენი ხალხი იცოდეთ ხალხო არ შეგეშალოთ მაჟორიტარული კანდიდატებით უნდა მოიგოთ ჩვენ არჩევნები მე ვიცი რომ თქვენ ძალიან კარგი დამოკიდებულება და ძალიან იყვართ ჩვენი კოალიცია ქართული ოცნება აუცილებლად ამავდროულად ხარი უნდა დაუჭიროთ მაჟორიტარობის კანდიდატებს მე ვიცი რომ ხელისუფლება ახერხებს და ცდილობს კიდევ სიცრუეში შეიყვანოს ხალხი ეს სიცრუისა და ძალადობის ხელისუფლება და ძალიან ბევრ შემთხვევაში ის თავისი მხრიდან ახერხებს და ხშირად თქვენთვის საინტერესო და ღირსეულ კანდიდატებს წარმოგიდგენთ ზოგჯერ მათ ძალადობით ზოგჯერ შანტაჟით ზოგიერთი მათგანიც კი ლოიალურია ხელისუფლებისადმი და ხელისუფლების სახეს განასახიერებს არ შეგეშალოს მიცოდეთ არ შეგეშალოს და არ დაექვემდებაროთ მათ დღევანდელ ღირსებას და მათ წარსულს რამე თუ ისინი ამ გუნდის წევრებად მოიხსენიებიან და მოდალადე ხელისუფლების იდეოლოგიის გამტარებლები არიან არ გააკეთოთ არასწორი არჩევანი არ გადახვიდეთ პირადულზე მე ვიცი რომ იქ პირადული დამოკიდებულებებია ნათისაური დამოკიდებულებებია ზოგს რაღაც გაუკეთებია თქვენი კუთხისათვის რაღაც დამსახურება აქვს მაგრამ არ წახვიდეთ პირადულზე შეხედეთ თქვენს მომავალს შეხედეთ ქვეყნის მომავალს ის ვინც ეს სააკაშვილის სრუ და მოდალადე ხელისუფლებას ხარს უჭერს იცოდეთ ის ვერ იქნება თქვენი მეგობარი ის ვერ იქნება პერსპექტივა თქვენი ქვეყნისა ამიტომ დაიწყეთ პირადული მე ისიც ვიცი რომ ძალიან ბევრ უღირსობებს ყადრულობს ჩვენი ხელისუფლება მე ისიც ვიცი რომ პირდაპირ ფულებს არ იგებენ რაიონებში და მოსყიდვით არიან დაკავებულნი არ გაკიდოთ თქვენი ღირსება თუ ფულს გააძლევენ აიგეთ ეს თქვენი ნაძარცვის ნაწილია რომელიც თქვენ გაგდარჩეს თქვენგან აიღეთ და იმ ნაწილს გიბურნებენ ეს ღირსებით შეგიძლიათ აიღოთ ოღონდ არჩევნების დროს ღირსეულად მოიქცეთ და არ გაკიდოთ თქვენი ქვეყნის მომავალი არ გათითო კაცნეთ იცოდეთ არ დახურდავდეთ არ გაკიდოთ თქვენი მომავალი გაიხსენეთ დიდი ილიას სიტყვები ყველამ ერთად და თვითონმა ცალ-ცალკე გავაცნობიეროთ რომ ჩვენ ნაწილი ვართ ერისა და ამიტომ ჩვენი წარმატება უნდა ვეძებოთ ხელიერის წარმატებაში და არა ცალკე აი ეს ბრძანა დიდვაილია ამიტომაც არც მოგვაწყვოს ერთეულმა კანდიდატმა მათგან წარმოდგენილმა რაღაც გაკეთებული რომ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის თქვენ უნდა გააკეთოთ აქცენტი მხოლოდ მომავალზე ვინ აყვევს ჩვენს ქვეყანას ვინ ჩადგება ღირსეულად თქვენ სამსახურში აი ეს ხალხი არიან ესენი იცოდეთ ყველა მათგანს გაცნობიერებული აქვთ რომ ესენი არ მოდიან იმისთვის რომ დებიურობა და სიამოვნება მიიღონ ხელისუფლებაში ყოფნით ესენი მოვლენ მხოლოდ და თქვენ სამსახურში ჩადგებიან
და ისინი ვისაც ამზადებს ხელისუფლება ახალი ფეოდალები არიან ისინი თქვენ ხომ კარგად იცით რომ ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები მართლაც ყველა კუთხე კულტურაში ყველანაირ ბიზნესს და ახალ ფეოდალებად წარმოგვიდგნენ არენდოთ და არ დაიჯეროთ ან მოყავს ხალხი მოდის გუნდი ვინ ჩადგება თქვენ სამსახურში და აი ასეთი ხალხი წარმოადგენს მათ ყველანი ესენი გრძელნი არიან არაფერი არ შეგეშალოს არ გადაფიქრდით ინდათ და ხმანიათით ბატონებს წარმოგვიდგენა მაჟორიტარულად შემდეგ განყოფილებაზე მე მინდა წარმოგიდგინო და სანამ წარმოგიდგენ და სანამ სცენაზე მოუხმებ მე მინდა პატარა ჩემი დამოკიდებულება ჩემი პატარა დამოკიდებულება ამ კაცთან დამოკიდებულებით მოგახსენოთ ჩემი ასაკით დიდია 20 წელზე მეტი დიდია მაგრამ ის ჩემი მეგობარია და მე ამით ვამაყობ მე მთელი ახალგაზრდობა ვოცნებობდი რომ მისთვის ხელი ჩავამერთმია ბოლო წლებია ვახერხეთ და მე მასთან მეგობრობ და მეგობრობ ჩემი ოჯახით ის ოჯახთან ერთად მეუღლეც დიდია ჩემზე გაცილებით ასაკით მაგრამ მასაც შენობით ვესაუბრები და ისიც ჩემი მეგობარი და ჩემი მეუღლის მეგობარია ეს გახლავთ კაცი რომელიც საყვარელია მთელი საქართველოსთვის ეს გახლავთ კახელი გურჯანელი კაცი ეს გახლავთ გივი ბერიკაშვილი ალბათ უკვე ხდებით ვიწყენ მოგესალმება მოგესალმებთ მას და სანამ გივი სიტყვას უწოდეს მე მინდა კიდევ ერთი ორი სიტყვა მასზე დავხარჯო და შეგახსენოთ მოგდიებდათ აი ესე ჩავეხოთ ზუსტად გივის ოდესაც პირველად ნახე და მომენტს ასეთ ბედნიერება მე ჩემზე გავალე პარალელს ჩემსა და გივის შორის მე შენობით მოიხსენიებ მას არ მოგერიდოს მე უზრდელი არ ვარ ის ძალიან ახალგაზრდია ჩემი და იმიტომაც შენობით მიმართავ თანაც ძალიან დიდი კაცია და დიდებს ესეთი შენობით მიმართავენ ყველანი ჩვენ ძალიან კვირაში ერთჯერ ხვდებოდით ოჯახებით რომ იცოდეთ სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდი ისე ახლო ურთიერთობა ჰქონდა გივიც ხახიც იქ მომღერლები მოდიოდნენ და ძალიან ხშირი შეხვედრები ჰქონდა პოლიტიკაში შემოსვლის შემდგომ ვეღარ მოვახერხე და ვეღარც გივის და ვეღარც კახის კახიც როგორ გივის გარეშე კახი არ არის და კახის გარეშე გივი არ მოიხსენიება კარგად იცით ეს კახი ვერ მოახერხა ჩამოსვლა პატარა სამკურნალოა მაგრამ ისიც ჩვენთანაა და ბოლო დროს ბოლო სამი შეხვედრა გივისთან სამების ტაძარში მოვახერხე მხოლოდ ურეკავთ იქნებ იქ მაინც ამოხვიდე და ლოცვის დროს მაინც მოხვდეთ და ვისაუბროთ მეთქი და ესეთი უცნაური რამ აღმოვაჩინე გივისში ბოლო წლებში მე ძალიან ფრთხილი ვიყავი და პოლიტიკას ვერ იდებოდი სანამ ძალიან არ გამიჭირდა სანამ არ მივხვდი რომ სამშობლოს ხარგავდი და ამის ზესით შემოვედი პოლიტიკაში ძალიან კარგად იცით გივიც ერიდებოდა პოლიტიკას თუ გახსოვთ ისიც არსული თუ გახსოვთ ისიც არსული არც არ იყო პოლიტიკოსი სამებაში ესეთ რამეს მეუბნება მე შემოვედი პოლიტიკაში პარალელი მინდა გავალო შემოვედი პოლიტიკაში მე ვიყავი შიშა არ ვიყავი შემოსვლიდან ყოველგვარი სიფრთხილე და ყოველგვარი შიში დავკარგე და მე ვიბრწვი და აუცილებლად ჩვენ მივახცევთ გამარჯვებას გივი მითხრა ესეთი რამ ხანებაში ტყვიასაც წინ არ დაუდგები აბსოლუტურად ყველანაირი შიში დავკარგე და სადაც დამაკენებ იქ დავდგებიო აი ესეთი ცვლილება განიცადა მანას ასეთ ასაკში აი ესეთი კაცი ყავს გივი ბერიკაშვილი მოგესალმება თქვენი საყვარელი მსახიობი Chris. ესეც კიდელავს, ხო უყურებ, სცენაზე დაბერებული კაცია, ესეც კიდელავს ამერი ხალხი რო გნახა. Chris. 50 წელზე მეტია სცენაზე ვდგევარ. და ესეთი დაბინებული არასოდეს არ ვაყოფ. მოგესალმებით ჩემო საყვარელო კახერებო ესალმებით მთელ საქართველოს მე მინდა რაღაც არ შეგაწყენთ ბევრი საუბრი მე მინდა რომ ჩემი ქვეყანა ბედნიერი იყოს ჩვენი ახალგაზრდობა ბედნიერი იყოს ჩვენი შვილები, ჯანმრთელები და ბედნიერები გაიზარდნენ და ეს არჩევნებიც ალბათ იმისთვის არის მოგონილი, რომ რამდენიმე წელში ერთხელ
მოგვეწონება არ ავირჩევთ, არ მოგვეწონება სხვას ავირჩევთ და ვეცდებით რომ ყოველთვის საუკეთესო და კარგი გავაკეთოთ. როდესაც ჩემო ბიძინამ გადაწყვიტა აი ამ ორონ ტრიალში ფეხი ჩაეყო მე ძალიან გამეხარდა. გამეხარდა იმიტომ რომ მე ვიცი რისთვის მოდის. მე ვიცი რისი გაკეთება უნდა. და მე ძალიან მიხარია და თვალს ვაძენებ სულ მთელი საქართველო აი ასე რომ უდგა გვერდში. გაუმარჯოს ამ შესანიშნავ პიროვნებას. ახლა ერთ-ერთი კანდიდატი ბურჯაანის შემი ქალიშვილის გახავთ. ამისთვის დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ბატონ ბიძინას რომ ეს ნდობაც გამოგიცხადა და რა ვიცი ვისაც სამშობლო გიყვართ, ვისაც თქვენი ქვეყანა გიყვართ, ვისაც თქვენი ქვეყნის მომავალი გაინტერესებთ და გინდათ რომ კარგი იყოს, დაფიქრდით და ისე გადადგით ეს ნაბიჯი. მე არ მოგიწოდებ ახლა. დაფიქრდით და ისე გადადგით ეს ნაბიჯი. კოცნით და გეხოვით. მე ეჭვიც არ მეყარებოდა რომ კახეთში ასეთი ამბავი დამხდებოდა და ასეთი ბევრი ხალხი მოიყრიდა თავს. მე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს ბატონ ბიძინას რომ მან ეს ნაბიჯი გადადგა.